მე ვარ ზაქარია ციკლაური, ვარ ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს უბანი ხა ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე, დღეს მაინც როგორც მაჟორიტარი ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და ვცდილობ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც არის რეალურად მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გადავჭრათ, დავეხმარო მათ შესაბამის საქალაქო სამსახურებთან ურთიერთობაში, ასევე აქტიურად ჩართულია ადგილობრივი რაიონის გამგეობა და ჩვენ ამ წლების განმავლობაში მუდმივად ვცდილობთ, რომ არ გავწყვეტოთ კომუნიკაცია და კონტაქტი მოსახლეობასთან, მათი პრობლემები მივიტანო იქ, სადაც საჭიროა, რომ ეს პრობლემები გაჟღერდეს და გადაიჭრას და აი ამ ურთიერთობაში ვცდილობ, რომ ძალიან აქტიური ვიყო. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მოსკოვის გამზირის, სამარგულიანი ჭყონიასა და მეოთხე კვარტლის კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით 4000 მეტრი კვადრატული ფართობზე გზის საფარის სრული რეაბილიტაცია ხდება, მაგრამ მანამ სანამ გზის საფარის სრული რეაბილიტაციას დაიწყებდა ადგილობრივი გამგეობა, პირველ რიგში ჩვენ მიწისქვეშა კომუნიკაციები შევცვალეთ. ეს იყო წლების მოუგვარებელი პრობლემა ადგილობრივების თხოვნით, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება როგორც იქნა შევძელით. დაწნებული ვართ უმოკლეს ვადებში დავასრულებთ ამ პროექტს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამგეობასთან ერთად აქტიურად ვიყავი ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართული. დედაქალაქის მერის კახაკალაძის ინიციატივითა და საკრებულოს მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია თბილისში წარმატებით ხორციელდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისელებისთვის, ეს არის ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის პირველი კომპლექსის მეოთხე კორპუსთან, რომელიც ამ პროგრამით უკვე სარგებლობს. აქ დაახლოებით 126 ოჯახი ცხოვრობდა, ეს კორპუსი იყო მეოთხე ხარისხის ავარიული. ჩვენ მოსახლეობასთან კომუნიკაციით ეს ადამიანები უკვე ქირით ყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დაკმაყოფილებულები არიან ქირით. ველოდებით ოდესმე დასრულდება ტენდერი და დავიწყებთ ამ კორპუსის დანგრევას, მომზადებას, რათა დავიწყოთ ახალი კორპუსის მშენებლობა. ბუნებრივია, რამდენიმე წელში მოსახლეობას უკვე ექნება ავარიული კორპუსის ნაცვლად ახალი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ქვემო სამგორშიც არა მარტო ამ ლოკაციაზე, კიდევ სხვაგან ორ კორპუსში მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის განხორციელება და მოსახლეობის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას, რადგან ეს პირველ რიგში შედის თავად აქ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებში ბუნებრივია და ჩვენც აქტიურად ვიქნებით მათი მხარდამჭერები. რამდენადაც ცნობილია, ბოლო წლებია უკვე თვითმმართველობას გადმოეცა დელეგირებით ცენტრალური ხელისუფლებისგან საჯარო სკოლებში რეკრეაციული კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული მცირე სამუშაოების ჩატარების ვალდებულება. ჩვენ უკვე ამ წლების განმავლობაში მოსკოვის გამზირზე, ქვემო სამგორში კიდე სხვადასხვა სკოლებში შესულები ვართ. იქ გზის საფარის სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ, ზოგ სკოლას სჭირდებოდა სპორტული დარბაზის მოწყობა, ის მოუწყეთ. ახლა კი ვიმყოფებით 93 საჯარო სკოლაში, რომელიც ავარიული სკოლა იყო. ჩვენ ამ სკოლის სრული დემონტაჟი განვახორციელეთ. ეს სამუშაოები ჩაატარა ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. როგორც ხედავთ, სკოლა დასრულებით ეტაპზეა უკვე გადასული, რამდენიმე თვეში მოხდება სრულად დასრულება და ეს სკოლა იქნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა ნომერ 12-ში მიმდინარეობს UEFA სტანდარტების სპორტული მოედნის მოწყობა. ეს არის დაახლოებით 5000 კვადრატულ მეტრზე სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს 146 მაყურებელზე გათვლილი ადაპტირებული ტრიბუნის მოწყობა. აქვე მოვაწყობთ გასახდელებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარი და ეს გასახდელებიც, რა თქმა უნდა, ადაპტირებული იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, იმიტომ რომ განსაკუთრებით მჭიდრო დასახლება ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს. მათ წლების განმავლობაში სულ ჰქონდათ სურვილი, რომ ესეთი სტანდარტების სპორტული მოედანი ჰქონოდათ. სამგორის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა, ამ მხრივ მართლაც გამორჩეული რაიონი ვართ. თუმცა ვიდრე უშუალოდ აქ პროექტზე ვისაუბრებდი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, აუცილებელია აქ აღვნიშნოთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათ ჩართულობის მნიშვნელობა, რადგან ეხლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა. თუმცა ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ მათ მფლობელობაში არსებული უსახური ავტოფარახები დაინგრიათ და შესაძლებლობა მოუქცემოდა, რომ ახალი სივრცე გაგვეჩინა რეკრეაციული და ეს არა მარტო კონკრეტულად ამ მეზობლების, არამედ მთელი უბნისთვის ძალიან კარგი პროექტია და კარგი პროექტი გამოვიდა. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში, როდესაც ესეთ რეკრეაციულ სივრცეებს ვაწყობთ, იქ იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მაღალი.
რადგან როგორც კი ისინი გამოთქვამენ მზაობას იმის შესახებ, რომ ის უსახური ავტოფარეხები ავიღოთ, ჩვენ მუდმივად მზად ვართ, რომ მათ ნაცვლად გავაჩინოთ ახალი რეკრეაციული მწვანე სივრცე. დღეს დავათვალიერეთ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე პროექტების მხოლოდ ნაწილი, თუმცა ამ წუთებში კიდევ სხვა ძალიან ბევრ ლოკაციაზე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ რეკრეაციული პროექტების განხორციელება. 4 წლის მაჟორიტარულ ვადაში გვაქვს ძალიან ბევრი ამბიციური გეგმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე, როდესაც მოსახლეობის წინაშე წავსდები ანგარიშით, ვიქნები ამაყი, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის საინტერესო და სასურველი პროექტის განხორციელებას შევძელით.